კვლავ დადგა ჟამი საუბრისა თემაზე უკრაინა. ისიც თქვენ რომ ლინცი გრემი, სენატორი ლინცი გრემი, კარგი სენატორია, არაჩვეულებრივი, გამოცდილი, ეჰრახანია სენატორია და არა მხოლოდ ლინცი გრემი, არამედ სხვებიც ემზადებიან იმისთვის, რომ ახალი სანქციები შემოიღოს შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ. იმ რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც არასდიდებით, აი გაგიჟდა და არასდიდებით, მიუხედავად იმისა, რომ უჭირს აქა-იქ და ასე შემდეგ, არასდიდებით არ წყვეტს ცეცხლს, ანუ 30 დღითაც კი ცეცხლის შეწყვეტას უარობს და მით უფრო არასრულებს კონფლიქტს, იმიტომ რომ ეს პუტინი და არა მხოლოდ პუტინი, უბრალოდ არა მხოლოდ ცხები, არამედ პუტინიც იმეორებენ დღენიადაკ შემდეგ სიტყვას პირველაჩაილნი პრიჩინი, პირველი საწყისი მიზეზები აღმოიფხრასო, კიდე რაღაცეებიო ჩვენო გჭირდებაო, გვინდაო და ამის შემდეგ შევწყვეთ ცეცხლსაც და დავასრულებთ კონფლიქტსაც ისე მაგათ რა უთხარი, მაგრამ მაინც. ხო და ეს ლინცი გრემი და არა მხოლოდ ლინცი გრემი, სენატორები, 80 სენატორი 100-დან, აგრეთვე სახელმწიფო მდივანი რუბიო და სხვები ამბობენ, რომ რუსეთს დაუწესდება მომაკვდინებელი სანქციები. ეხლა ერთმა კარგმა კაცმა იკითხა, ამდენი მომაკვდინებელი სანქცია თუ ქონდათ მარაგში, ომიდან 3 წლის მერე რატომ იმუქრებიან, მანამდე რატომ არ დააწესესო, ეს არის შინაარსი. იმ კარგმა კაცმა, რომელიც ყოველ დღე ადევნებს თვალყურს ამ პროცესებს და ძალიან ბევრი რამ იცის. სწორი შენიშვნაა, მაგრამ პასუხები, რომლებიც ამ კარგმა კაცმა მიიღო, ისიც სწორია. ნახეთ, ერთ-ერთი იუზერი, კერძოდ ბატონი რენო სირაძე, პასუხობს ამგვარად: ჩერნობილში ბომბიც კი არ აფეთქებულა და მთელი ევროპა ისე მოწამლეს, რომ დღემდე ვერ აღმოფხვრილა ყველა საშიშროება. მართლაც ასეა. ვინმე ღორმა რომ ყველაზე პატარა ატომური მუხტი ააფეთქოს გარეთ კი არა თვითონ საღორეშენ რუსეთში, წარმოდგენა არ გაქვს რა მოხდება. ერთადერთი მიზეზი ეგაა, ბატონი რენო სირაძე სხვათა შორის კვეთრად, აი ხო არსებობენ ანტიტრამპისტები და ეს პატივცემული კაცი კვეთრად ანტიტრამპისტია. ხო, ბარემ რაღაცა ბატონი რენო ვახსენე, ხო ლეონავტა წერს. ლეონავტა კითხულობს, ეს ამდენი მომაკვდინებელი სანქცია თუ ქონდათ მარაგში, ომიდან 3 წლის მერე რატომ იმუქრებიანო? და ეს სწორი კითხვა ამერკი აკითხავთ, მაგრამ პასუხიც სწორია. საქმეც ის არის, რომ ამ შეშლილი ლიდერის პუტინის ხელში, იმიტომ კი არა რომ მას მორღვეული აქვს მართვის სისტემები, არა, სულაც არა აქვს შესაძლოა მორღვეული, მაგრამ ამ კორუმპირებულ, საშინელ, საბჭოთა, პოსტსაბჭოთა ღრძო ქვეყანაში ერთმა ღმერთმა უწყის და პუტინმაც არ უწყის, ვის რა მოეპრიანება, ვინ გადაკრავს 345 გრამს ვოდკას, 345 გრამ ვოდკას და სად დააჭერს, ეხა ვუტრირებ ცხადია, მაგრამ რომელ არეშნიკს თუ არა არეშნიკს დააჭერს თითუკას, თითს, პალეთს და სად გაუშვებს რაღაც მომაკვდინებელ ბომბს. და რასაც ვერ გადაიჭერს, საჰაერო თავდაცვა მეთქი ასე ვიტყვი, ანუ იქნება უზარმაზარი მწუხრებელი. აქედან გამომდინარე, შეერთებული შტატები მაინც იმ სტრატეგიას ირჩევს, რომ გამოფიტოს და ახლა თუ დააწესებს, ახლა დააწესოს ეს ეგრეთ წოდებული მომაკვდინებელი სანქციები, თუმცა მე არა ვარ დარწმუნებული, ბოლომდე არა ვარ დარწმუნებული, რომ სანქციები, რომლებიც უთუოდ დაწესდება, უთუოდ მომაკვდინებელი იქნება, რომ არ დარჩა შეერთებულ შტატებს და დასავლეთს რამ სხვა მექანიზმების რუსეთის მოხრჩობისათვის თუ არ დარჩა, მაშინ დაგვრხევია და ეგ არის მეთქი, ესე უნდა თქვა, თუ ამასაც გაუძლო. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს იქნება მომაკვდინებელი, მაგრამ მომაკვდინებელი კიდე შემდგომში ელის რუსეთის ფედერაციას, რამდენადაც ის არ წყვეტს, აკიგით ხარით ცეცხლსაც კი, არათუ არასრულებს კონფლიქტს საერთოდ. ამასობაში რუსეთმა და კონკრეტულად შლეგმა, ანუ ავადმყოფმა პატარა კაცმა, პატარა ტვინით, თორე ტანით პატარა უამრავი ყოფილა. თქვა, რომ ხო, მან კი არ თქვა, უბრალოდ მასზე ითქვა, რომ კრემლი ემზადება ხანგრძლივი ომისთვის და განზრახ აჭიანურებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს. Institute for the Study of War, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ამბობს ამას.
ამავე ორგანიზაციის აზრით, პოზიციით მოსკოვი განზრახ ქმნის დიალოგისთვის მზაობის ილუზიას, ამავდროულად წამოაყენებს ულტიმატუმის სახით მოთხოვნებს, რომლებიც კიევისთვის მიუღებელია და დიახ, თამასა არათუ ოდნავ არ ჩამოაგდო, არამედ ასწია და ასწია რუსეთმა და კვლავ არ ვიცი, მე რამდენად ღმერთმა უწყის გავიმეოროთ რა უნდათ რუსებს. უნდათ ყირიმი და ყირიმის გარდა 4 რეგიონი. ჩამოვასახელო? ჩამოვასახელო. ამასთან ჩამოვასახელო დონეცკი, ლუჰანსკი, ზაპოროჟიე, ხერსონი. ამასთან ხერსონის მაყურებელს, რომელიც ახლა პირველად მიყურებს მე. და რომელმაც არ იცის ეს ამბები, სხვებისგანაც არ იცის, ჩემგანაც არ იცის და ასე შემდეგ. ხერსონს და ზაპოროჟიეს რუსეთი ვერ აკონტროლებს, აკონტროლებს ხერსონის 50% მაქსიმუმ და ზაპოროჟიეს 60-65 მაქსიმუმ 70%. შიგნით რუსეთში მას აქვს პრობლემები. ბევრი ამბობს, რომ აი იყო ხო ესეთი ხმები 2-3 კვირის წინ, რომ კურსკი დატოვეს, უკრაინელებმა არ დაუტოვებიათ, კი შესუსტდა ოდნავ პოზიციები, მაგრამ არ დაუტოვებიათ. უკრაინელები დღენია და ბრიანსკში, ბელგოროდში ურტყამენ და ურტყავენ რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებს და უფრო მეტი სიღრმეებში შეღწევაც შეუძლიათ მათ უპილოტო საფრენ საშუალებებს. იგულისხმება პეტერბურგი, იგულისხმება მოსკოვი, იგულისხმება კურსკიდან აღმოსავლეთით ვორონეჟი და სხვა რეგიონები. არ ვიცი რამდენად ვლადივოსტოკი, მაგრამ არ ვიცი, რაღაც უფა პირობითად ლაპარაკობ, ხო? პრობლემები აქვს რუსეთს. ამის მიუხედავად ეს ღორბუცელა ქვეყანა და მისი ღორბუცელა, უცელამ უყორავი შლეგი დიქტატორი პუტინი ომს არ ასრულებს, იმიტომ რომ მას უნდა ყველაფერი. და ამბობს მისი წარმომადგენელი მედინსკი, რომ ახლა თუ არ დაგვითმობთ ამ რეგიონებს 4-ს და პლუს 1 რეგიონ ყირიმსო, არ აღიარებთ ჩვენს ტერიტორიებადო, აი მერე უკვეო, საშინელი დროება დაგიდგებათო. კიდე 2 რეგიონს შეუტევთ და დავიფხრობთო, იგულისხმება სუმი და იგულისხმება დნეპროპეტროვსკი და შესაძლოა ხარკოვიც და კიდევ 2-ზე გვექნება პრეტენზიაო და აქ შავი ზღვის პირეთის რეგიონები, ქალაქები და რეგიონები იგულისხმება, მათ შორის ოდესა. შავი ზღვის გაკონტროლება უნდა. ეხლა ეს ხო ესე არ მოხდება ცხადია. არ მოხდება მათ შორის, იმიტომ რომ რუსეთს, რომელიც თავადაც იფიტება, განა არ იფიტება. ბევრი მოქალაქე მიმყავს მე 40,000 კაცი ენთუზიაზმით მიდის ჩვენს ჯარში, 40,000 თუ მიდის და არ მიდის, მაგრამ რომც მიდიოდეს რუსეთის ჯარში, რომც მიდიოდეს ამ მობილიზაციის გამოცხადების გარეშე, საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების გარეშე, რომელსაც პუტინი ვერ ასწრება სექტემბერ-ოქტომბერში, მაგრამ ამას თავი დავანებოთ ერთ წამს, რომც მიდიოდეს ესენი ხომ ტრენინგს არ გადიან, სიმულაციებში არ მონაწილეობენ, ესენი პირდაპირ ბრახ ერთი კვირა სადღაც ვითომ მოამზადა კორუმპირებულმა რუსულმა ოფიცრობამ და ადურთინა თავი პერედავოიზე, წინა ხაზზე. მოკლეს, გამოასვენეს, ბევრი ჩატოვეს კიდეც, გამოასვენეს ბრახ 40,000 კაცი შევიდა, მოკლეს ეხა 40,000 კაცს კი არ კლავენ მაინც და მაინც, მაგრამ 2,000 კლავენ, 2,500, 3,000 იჭრება და ასე შემდეგ. მე როტაციის პრობლემა აქვს და აქვს ასევე ტექნიკის პრობლემა, ტექნოლოგიური და ტექნიკის პრობლემები. აქვს რუსეთს. ამიტომ გამოფიტვაზე ომზე თუ ლაპარაკობთ, ევროპის სახმარებით უკრაინას მეტი რესურსი აქვს ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ადამიანური თვალსაზრისით ნაკლები, გულახდილად გეტყვით. ტექნოლოგიური თვალსაზრისით მეტი რესურსი აქვს ევროპის, თუნდაც მხოლოდ ევროპის დახმარებით. აღარ ვლაპარაკობ შეერთებული შტატების დახმარებაზე. შეერთებული შტატები თუ ეხმარება მას სადაზვერო ინფორმაციის მიწოდებით და ტექნიკით, შორსროლელი რაკეტებით და ასე შემდეგ, უკრაინა უკეთეს, არც ერთი არ არის კარგ მდგომარეობაში, მაგრამ უკეთეს მდგომარეობაში. ეხლა რუსების საიტზე რო შეიხედო, ან ქართველი რუსების საიტებზე, სოციალურ ქსელში მათ შორის იქ პირიქით რეალობას მოგიყვებიან. იქ მოგიყვებიან, თუ ჩვენ ვავრცელებთ როგორ მოკლეს, გაანადგურეს უკრაინელებმა რაღაც, ისინი დარწმუნებული ვარ, ავრცელებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, როგორ გაანადგურეს რუსებმა რაღაც. მაგრამ არსებობს ამ ყველაფრის მიღმა ობიექტური რეალობა. ხარდაჭერილია უკრაინა ყველას მიერ, მათ შორის გაგიკვირდება და შეერთებული შტატების ფერაც მიუხედავად იმისა, რომ ამბივალენტური ტრამპი აქ-იქ კვლავ იმეორებს ცოტა ამბივალენტურ და ცოტაზე მეტად საკრიტიკო მესიჯებს გვეუბნება უკრაინელებსაც, ჩვენს გვეუბნება და გული შეგიხონდება კაცს. გარდა ამ მოთხოვნისა, 5 რეგიონი დამითმეო. რუსები და შლეგი ლიდერი პუტინი, მოკლე ტვინით მეთქი აქ გითხარით, ამბობს შემდეგ რამეს. რუსული ენა უნდა იყოს დაცული
ხო, რეგიონებზე ამბობს, რომ თელ საზღვრებში გადმომეცითო და უკრაინული ჯარი გავიდეს, ანუ ივეს რაც ვაკონტროლებო, ისიც გადმომეცითო. ბოდიში, ვიდრე რუსულ ენაზე ვიტყოდე, ქართველ რუსებს მიმართავ, რომლებიც სამამდროულად პატრიოტები არიან ჭყალებში. ოღონდ ანწუხელიძეს ვეიტანენ. ეგეთებიც არსებობენ, თურმე. ანუ ჭყალებში პატრიოტები. ანწუხელიძეს ვეიტანენ, იმიტომ რომ ანწუხელიძემ წინააღმდეგობა გაუწია რუსებს და ამათ ხო არ ევასებათ ეს ტიპები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ და თავდახელობა უურჩევნიათ. ამიტომ მათ მიუმართა უშედეგო კი, მაგრამ მაინც. ხა წარმოვიდგინეთ, თქვენ ხო გიყვართ თქვენი ქვეყანა. გუშინ კონტექსტში თქვი, ზუსტად ეს სიტყვები ამ შინაარსისა. უყურეთ, ცუდი ამბავია, საშინელი ამბავია, მაგალითად და შემოვიდნენ რუსები და ჩვენი რეგიონებად დავყოთ ამ შემთხვევაში ჩვენი ერთ-ერთი ქვეყანა და დაიპყრეს იმერეთის რეგიონი. ქუთაისი, სამტრედია, ზესტაფონი გამაგრდნენ. და გვითხრეს, რომ ჩვენ სამეგრელოსაც დავიპყრობთ, თუ თქვენ არ აღიარებთ იმერეთს. იმერეთი ხო, თქვი ხო, ქუთაისი, სამტრედია, ზესტაფონი. ზემო იმერეთის თუ გდებავთ ბიზნეს საჩხერე ჯორვილაც. თუ არ აღიარებთ იმერეთს რუსეთის შემადგენლობაში, ჩვენ სამეგრელოსაც დავიპყრობთო. რას შვებით თქვენ? მე რას შვები ვიცი? ჩემი იარაღის ჭერა არ გაიშვა. მაგრამ სადღაც შოულობ ჩალიჩოფ იარაღს და მივდივარ და ვისვრი პუხ და არ გაბომდის ოღონდ ხაზგასმით ვამბობ ამას. რომელი მსროლელი მე ვარ. შესაბამისად მე ვბრუნდები სახლში და ვიწყებ კრეფვას. ხალხნო, არ უნდა დავთმოთ ჩვენი არც იმერეთი და არც გური, არც თბილისი, დედაქალაქი, არც სამეგრელო, არც არ ვიცი, კახეთი და არც სამცხე-ჯავახეთი. ამას ვიწყებ და მოუწოდებ. ეხლა ვიღაცები მერეჩნებიან და მეუნებიან აბლიაშვილო, შენ ომი გინდა, მე ომი არ მინდა, მაგრამ მე მინდა ამ ქვეყნის დაცვა და აქედან გამომდინარე, ვისაც მეტი ჯანი გაქვთ, აიღეთ ეს იარაღი, როგორც ივანე ჯავახიშვილმა, მე კი ბევრი მიკლია, მაგრამ მაინც ბევრი კი არა. შეუდარებლად ბევრი მიკლია, ხო? ივანე ჯავახიშვილმა, მაგრამ ეს ხო აქ ხო სიტყვაზეა საუბარი და ვინც წარმოთქვავს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, წარმომთქმელს წონას, მისას, რეპუტაციას, რენომეს, ისტორიულობას, მაგრამ აი მეც ივანე ჯავახიშვილის სიტყვებს გავიმეორებ, რა დროს სწავლა მეგობრებო ან რაღაც მსგავსი, დავიდეთ და ვიობოთ, გადით და ახალგაზრდებო იომეთ მეთქი დამზრახავენ, მაგრამ აი შენი შვილი გაუშვი, აბა რას ვისაუბრებ. უფრო შვილს მე და ქალიშვილი მიყავს, ხო? უფრო პატარას ვერ გაუშვებ 4 წლისაი და ეხლა რომ მოხდეს და უფრო შვილს მე და მაინც გაუშვებ. ან ასევე ვთხოვროთ პოსტები წეროს. ჩემი თხოვნა რა თუნდა კაცო. გაწერს ისედაც უფროსი 25-ის არის გახდება მალე ხო და კაი გავანებოთ ახლა თავი ახლა გადავიდეთ რა უნდა კიდევ რუსეთს ამ თემაზე რუსეთს უნდა ენა სხვა ტერიტორიაზეო აიო ამებს ხო დავიპყრობ ამ ხუთსო ჩვენში დარჩეს და კიდე 6-4 ხო შევუტევო და რასაც დარჩებითო ადარჩება დარჩება კიევი ისიც ღმერთმა უწყის ამათეული გაგებით, რუსების გაგებით, თორე ამას რო ვერ მოახერხებენ ესეც ვიცით და დარჩება ლვოვი. იქო რუსული ენა დააკანონეთ, სახელმწიფო ენათო. გარდა ამისა, ევროპელები არ დავინახო აქო, აქ სამშვიდობო ჯარი არა ეხა ისაო. ას მელაპარაკებითო აქ მე ვარო, პატრონი. ფინეთს გაუბედა. Украина не должна войти вступить в НАТО. Украина არ უნდა შევიდეს ნატოში. ეს რო ენა რო გადმოაგდეს ამ რუსებმა, ლოთმა მედვედევმა და ფხიზელმა პუტინმა და რო ილაპარაკეს რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ უკრაინა იმიტომ რომ რაღაცა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ грозит опасность ემუქრება საფრთხე. რუსეთს ემუქრებოდა საფრთხე. და იქ პუტინი ითვლიდა за 4 секунды долетит атомная бомба რაღაც 4 წამში მოფრინდება რაღაც ატომური ბომბი მოსკოვში და რაღაც. კაცო, უყურეთ უკრაინასთან თუ არ უნდა ეს საზღვარი, მაშინ ფინეთის ნატოში შესვლა და 1300 კილომეტრიანი საზღვრის შექმნა ფინეთთან როგორ გადაუშვა იმ ფინეთთან, რომელთანაც ოდესღაც დაპირისპირებული იყო 1300 კილომეტრი. ეს ამბები რომ არ მომხდარიყო, ფინეთი ნატოში სულაც არ შევიდოდა, ეს ხომ ვიცით. საქმე ის არის რომ სლავიანსკი მირ, ეგრეთ წოდებული, რუსკი მირ მიაჩნია რუსეთს თავისად. შევიდეთ კი რა, გავშალოთ ეს თემა. თავად რუსეთი ხომ მიაჩნია მიუხედავად იმისა, რომ სლავიანსკი ბოლომდე არ არის, მაგრამ ახლა ისტორიულ ჭიუხებში არ ჩავძვრები და ურალს იქით, ან ურალს აქეთაც, ვინ ცხოვრობენ და ვინ სახლობენ, მათ ეროვნება ეთნიკურობაზე არ გავამახვილებ ყურადღებას, არასლავურობაზე არ გავამახვილებ ყურადღებას. ოკეი,
ჩავთვალოთ, რომ ეს ფედერაცია არის ერთი ერი, ერთი წამით ჩავთვალოთ, ერთი წამით მოვიტყუოთ თავი. პარალელურად მას სურს, რომ სლავიანსკი მირის კონტექსტში ბელარუსი, ნახეთ, თეთრი რუსები იყვნენ მასთან და მასში, უბრალოდ ესენი იყვნენ ბელარუსში, სლად ზუსტი რო ვიყო. და უკრაინა რაღაცებს რო ბოდავს ეს Tucker Carlson-თან და არა მხოლოდ პუტინი, უკრაინის შექმნის ისტორიის თაობაზე Киевская Русь создана существовала еще в 9 веке, но однако Московия რაღაცებს რო ლაპარაკობს, აი სრულ სიგიჟეებს ისტორიასთან ჩავლილიც რო არ არის და მისი კარის ისტორიკოსები რო უჭედენ ტვინს, აი ეს, მაგრამ ახლა იკითხავთ მაშ ცენტრალურ აზიაში რა უნდა, იქ რესურსები უნდა და იქ კიდევ რასამტკიცებს იცით რუსკი მირ მარტო ეროვნებას არ გულისხმობს. რუსკი მირ მათეული გაგებით გულისხმობს ენოვანობასაც, ანუ ენასაც. რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, ენა წამხდარია. ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში იცით თქვენ, უმრავლეს შემთხვევაში კი არა ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ მცდელოების შესაძლო აქვთ ცალკეულ რესპუბლიკებს თუ სახელმწიფოებს, საკუთარი ენის დაბრუნებისა, აღდგენის სწავლებისა, მაგრამ არა ბევრი პრობლემაა, ეხლა რაღაც სპეციალისტები ყავთ, რაღაც მცოდნეები ყავთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, შორს აგვიყვანს ეს საუბარიც. ხო და იქ უკვე ენოვანობას ეყრდნობა. რუსკი მირი არა მხოლოდ ერია სლავიანსკი народ, არამედ ენაც არის რუსკი язык. საქართველოში რა ხდება? საქართველოში კავკასიონ კედ გადმოხმა რა ხდება? რა არის საფუძველი იმის, რომ ჩვენ მათთან უნდა შევთამაშდეთ, მათი ნაწილები უნდა გავხდეთ, გუბერნია უნდა გავხდეთ და ასე შემდეგ. აი აქ რა ხდება. ეხლა ბევრი იტყვის და მეც ვიტყვი, რომ ისიც რა არის, ჩვენ საერთო ისტორია გვაქვს. 1801 წელს საქართველოს ნებაყოფლობით ისე ამ ყველაფერს რა უთხარი, მაგრამ მაინც იმიტომ რომ აქ ჩვენ უნდა გავიხსენოთ უამრავი გაჯარყება 1800 წელს მომხდარი ამბავი, 1801 წელს მომხდარი ამბავიც, სიონში მომხდარი ამბავიც, აზარ სიონს გურ ბევრი რა თავადაზნაურობის პროტესტი 1832-მდე კი არა, 1900 წლამდე და 1918 წლამდე უნდა ჩამოვიდეთ და რა ვიცი კიდე თუ გნებავთ მე ვახსენოთ 18 წელსაც გავჩნდეთ და 21-მდე ჩამოვიდოთ და შუაში თუ გნებავთ კირიონის ვახსენოთ ამ მნიშვნელობა. მაგრამ ჩვენთან იმართებაში იტყვის რომ აი we знаете у нас общая история, ხო? ჭყალებში თუ ჭყალებოთ რაღაცა ლოგიკა არის ამაში. 2.5 საუკუნე ახლა დაპყრობილი ხარ. ერთად ან ნაწილობრივ. მაგრამ შეხო ერთნი არა ვართ არც ერთ შემთხვევაში ჭილაზე ამბობს 2 წუთიც არ ყოფილა ჩვენ შორის მშვიდობისო. 2 წუთიც ამ 2 საუკუნის განმავლობაში ოთარ ჭილაზე. სხვებს აღარ გავიხსნა ამ ეხსედი ჭრილოელო რა მაქვს შენთან საზიარო, აკაკი ბაქრაძე ხო კარგად იყოს და ენაცვალე მის სულს და აკაკი წერეთელსაც ვენაცვალე მის სულსაც აკაკი წერეთელი ამბობს ამას. ჩვენთან რა არის კიდე საფუძველი ერთ უცნაურ რამეს გეტყვით, საფუძველი რუსული გაგებით. ერთ უცნაურ რამეს გეტყვით. ბევრმა ჩვენგანმა როცა ეს მიგრაცია დაიწყო რუსეთიდან და ლარსი გაიხსნა და შევოდიოდნენ ეს ავტომობილები რუსი ვალოდიების აპრეხილცვირიანი რუსები, არა, არ ვლახავ, უბრალოდ ხსნი, ოჯახებით რო შევოდიოდნენ და ბევრი ჩვენგანი ამბობდა რომ რა გვინდა. ჩვენ ხო იცი ერს არ ვერჩით და არ ვერჩით რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ ინდივიდებს ვერჩით და ინდივიდები არის ხდება ისინი აიტიშნიკები არიან და არიან ნამდვილად ვიცით, იმიტომ რომ ისინი გამოექცნენ რუსულ რეჟიმს პუტინს, საშინელ პუტინს. გამოექცნენ ისინი. ჩვენ ამას ვამბობდით, მეც ვამბობდი, მეც წამწდებოდა ხოლმე, არა, ჩემზე მეტად სხვები ამბობდნენ, მაგრამ მეც ვამბობდი, აი გავლენები რა არის ხო? საკუთარ მარწუხებში მოგაქცევს. მეც ხო აიტიშნიკები არის რას ერჩი. ესენი ამას მართლა რას ერჩი? აი ყაზბეგის გამზირზე ვცხოვრობ მე თბილისში. გამოდიან. კულტურულად იქცევიან. შედიან ერთ კაფეში, ტელეფონებში არიან, სმარტფონები აქვთ, კი არა, ისა სხვა გაჯეტები აქვთ, კომპიუტერები აქვთ, ყურსასმენები აქვთ ყურზე, რაღაცა საუბრობენ და ასე შემდეგ. უკულტუროდ მათი 100%-დან 1% თუ იქცევა, 99 იქცევა ნამდვილად კულტურულად, მაგრამ ახლა ოხანაშვილი და მანამდე ლილუაშვილი იყო. აი ამ ოხანაშვილმა დღეს და ლილუაშვილმა გუშინ რომელიმე მათგანი ერთი ოლეგი ვალოდია თუ ვსევალოდი მგონი არ არის თლად რუსული სახელი, მაგრამ არ ვიცი. მოგრებს ვსევალოდი, რუსი. თავიანთი კაჭა დაშა მარიებთან ერთად გადაამოწმეს კი აიტიშნიკებად წოდებულები. ყველა აიტიშნიკი ხო არ არის მართლა, ხო?
ან ყველა რაღაც ონლაინ ბიზნესით ხარ არის დაკავებული და ყველა ხარ გამოექცა რუსეთს ამ ეხლა 100,000 არ არის ეხლა დაახლოებით 70,000 80,000 კაცია ნედვიჟი იმას რომ შეისყიდეს ჩვენს ქვეყანაში მათგან 1% არ მინდა 70,000-ის 1% არის 700 კაცი 0.1% 70 კაცი გადამოწმებულ განდევნილია ჩვენი ქვეყნიდან რასაკვირველია არა და ეხლა რომელიმე მეტყვის რომ რუსეთს 0.1% აგენტებისა ამ სოუსში არ შემოუგზავნია ანუ 79,930 აიტიშნიკია კეთილსინდისიერი კარგი მოქალაქე რომელიც გამოექცა პუტინს და მის საშინელ რეჟიმს მაგრამ 0.1% ხო არ მეშლება მათემატიკაში შემისწორეთ კომენტარებში ისინიც აიტიშნიკები არიან აი კაფე-ბარებსა და რესტორნებში ძირითადად ძველ თბილისში ისტორიულ ცენტრში რო კუნთმაგარი ტიპები რო დადიან აქ ჩანთუგა რო აქვთ გადაკიდებული და ცოტა რუსულად არასწორი სიტყვა ცოტა ბოროტულად რო იყურებიან ისინიც აი ტიშნიკები არიან ხო და არ არიან მეთქი აი ხლა რატო ყვები ამას თუ ყაზახეთთან მიმართებაში პირობითად ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან მიმართებაში ენოვანობა რუსული არგუმენტი რატომაც უნდა დაიპყროს აი ფინეთი ხო ვერ დაიპყრო და ისინი უნდა შემოისრუტოს თუ უკრაინასთან მიმართებაში ის არის რომ სლავიანსკი ნაროდ და იქ აყალბებული ისტორიის საფუძველზე ამბობს რომ ესო ჩემიაო ბელარუსის არ იყოსო ხო საქართველოსთან მიმართებაში ამბობს იმას რომ 1801 წელი ჩვენ შევერთით რაღაცა გვინდოდა ოკუპაციებზე არც ლაპარაკობს გავიგე ასევე ლაპარაკობს რომ პუშკინი სუყვარდა საქართველოს ესენინს სუყვარდა საქართველოს ლერმონტოვს სუყვარდა საქართველოს საერთოდ გრიბოედოვი პედოფილი აქ არის დაკრძალული უკაცრავად ბოდიში წამომწდა არ დამძრახავთ იმედი მაქვს ოჰო არ წამომწდა ერთის მხრივ მეორე მხრივ კარგი აქ არის დაკრძალული თქვენ საწმინდაზე შედიხარ თუ რა მართლა გრიბოედოვის საფლავია არა მე იმას კი არ ვამბობთ მეთქი რა თქმა უნდა არ უნდა მოვთხარო მაგრამ მაინც ხო და ჭავჭავაძეებს რა უქნა არ ვიცი ვილაპარაკოთ როდის მე აქ კიდე სხვა არგუმენტზე ეყრდნობა აქ დაეყრდობა რომ вы знаете мы русское нас защищаем русскоязычное население და ამ русскоязычное население რომ ვითომ საფრთხეშია ამის საფუძველს იძლევა არა 69,930 მოქალაქე ამას ითქვის არა ისინი არ ითქვა იმიტომ რომ ისინი აიტიშნიკები არიან მეთქი აკი გითხარით კრეფსტის სახელია ხო კრეფსტის პროფესიაა მათი არამედ ის 70 კაცი რომელიც ოხანაშვილმა იქნება თუ ლილუაშვილმა წარსულში ანუ ივანიშვილმა არ გადაამოწმა შეგნებულად არ გადაამოწმა იმიტომ რომ ივანიშვილმა იცოდა რომ ამ 70,000-იან ნაკადში და მეტში რას საყვირველია იქნებოდნენ აგენტები რომლებიც ღიადად შემოვიდნენ და ემუშავებიან ყველას მათ შორის ივანიშვილსაც მაგრამ აი საზოგადოებაშიც არიან რომ რაღაცა დეტონატორის როლი ითამაშონ საჭიროების შემთხვევაში კარგად ხსნი მე მგონი კარგად ხსნი ხოდა მაგრამ უფრო ხოდა ეს სიტყვა გადავაგდოთ ნაგვის ხუთში და ვთქვათ კავშირი მაგრამ ეს ყველაფერი რუსეთს არ გამოუვა არც ხერსონის დაპყრობა არ გამოუვა სრულად არა თუ იმ დანარჩენი 2-4 რეგიონისა არ ზაპოროჟიეს დაპყრობა არ გამოუვა და დაიწყება ეს მოხჩობა რუსეთისა ეს კი ვიცით ამასობაში question is კითხვა არის შემდეგი შენ როცა ყავს ესეთი ნახეთ მე ხო სულ ვამბობ რომ ეს არის ბანდა ოკუპანტების წარმომადგენლები აგენტები FSB-ს გავიგე ეს ყველაფერი მილიონჯერ ვიტყოს დღეს არ ვიტყვი მოდი ამგვარად უნიათო ქვეყნის ხელი ქვეყნის ამგვარად უნიათო ხელისუფლება რომელიც არ ვინ გაგვიგოს რამე არ მოხდეს ესე ლაპარაკობს სულ შინ ძალიან გულადია და გარეთ ხდალია რომელიც არაფერზე არ ლაპარაკობს ინვესტიციები მას ვერ მოაკინდა ფორუმები ატაროს უცხოეთში და გინდა არა ფაქტია შიდა სტაბილურობას ქვეყნისა ვერ უზრუნველყოფს დასავლეთში ყველა ქვეყანას გადაეკიდა მათ შორის იმათაც ვისაც ელაპარაკებოდა რომელსაც უხარია რომ მაკრონმა 27 წამით ჩამომართვა ხელი და 27 წამში ბოდის ვიხდი დავამტკიცე
27 წამთან 27 წამში მაკრონმა უთხრა, რა ვიცი, 12 სიტყვა და თვითონ ეს სატუზული იყო ეს მაპუწუა ბიჭი და ასე შემდეგ. ამ турბულენციაში უკრაინა სულ რომ განთავისუფლდეს, სულ რომ 91 წლის საზღვრებზე გავიდეს, აქ რა ხდება? თუ ბიზინა ივანიშვილს არ ჯერა და არც მომავალში არ დაიჯერებს, რუსეთი დამარცხდა, აქ რა ხდება? კი, ვიხუვლებთ და დედას ვუტირებთ. ჩამოვაგდებთ მეთქი, არც ამ სიტყვის მომერიდება. ამ შემთხვევაში თუ მთელი სამყარო განთავისუფლდა და ეს პატარა საქართველოს ხო ვერ დარჩება, მაგრამ რომც დარჩეს ეცადოს ბიზინა ივანიშვილი მოჭერას და მოჭერას, რასაც მარწუხების რასაც აკეთებს კიდეც, დამატებით რო ეცადოს, ნუ არ ვიცი, დედას ვუტირ, რა თქმა უნდა, აბარა, მაგრამ რა ხდება? რითი თქმა მინდა იცით, ავტომატურად ჩვენ არ თავისუფლდებით ამათგან. ავტომატურად და როცა გამთავისუფლდებით, მაშინ კი არ ვიცი, პირდაპირ მნიშვნელობით ცხადი არა, მაგრამ უნდა აიღოთ ნიჩაბი, ავიღოთ ნიჩაბი და უნდა დავიწყოთ სოფლის შენება, ამ ქვეყნის შენება. ხელახლა, იმიტომ რომ სადაც გვიჭირდა ის სფეროები, მიმდინარეობები, საკითხები, ამბები და ასე შემდეგ, ისინი ხო საერთოდ ამოშჩანთა ბიზინა ივანიშვილმა. სადაც შედარებით უკეთი ვიყავით, ისინი შეასუსტა ისე, რომ ჩვენ აი არ ღმერთმა უწყის გაცილებით სერიოზული რეფორმების სწრაფად ჩატარება დაგვჭირდება, ვიდრე სააკაშვილმა ჩაატარა 2003-2004 წლიდან, ამდენიმე წლის განმავლობაში. და ჩვენ უნდა ვიყოთ არა მხოლოდ რეფორმისტული სახელმწიფო, კარგი იუსტიციის სახლი, მიშა, მადლობთ, მაგრამ დემოკრატიაც უნდა ყოფილიყო ამ კარგი იუსტიციის სახლთან ერთად, სასამართლო უნდა ყოფილიყო, რომ ამ დღეში არ აღმოჩენილიყო შენი შვილების და ჩემი შვილების ქვეყანა. რუსეთის ჰიბრიდულ ოპერაციას არ ჰქონოდა ნოყიერი ნიადაგი, რომ დამსრულებულიყო წარმატებით. ეს კენჭუკა პატიმარ სააკაშვილის ბოსტანში, რომელზეც არ ვლაპარაკობთ და არც უნდა ვლაპარაკობდეთ, იმიტომ რომ პატიმარია და პოლიტპატიმარია, რა თქმა უნდა. ხო და უამრავი რამე გვექნება გასაკეთებელი, მეთქი ახლა ნახეთ რამდენი თემა განვიხილე. კონგრესი, სენატი, ლინცი გრემი, რუბიო, ზელენსკი, სანქციები, შლეგი ლიდერის მოხჭობა, რუსეთის ეკონომიკას როგორ გაუჭირდება, რუსეთს რა უნდა, ანუ სლავური სახელმწიფოები, ცენტრალური აზია, საქართველოსთან დაკავშირებით რა არგუმენტებს გამოიყენებს, აკი გითხარით რომ გამოიყენებს იმას, რომ ამ 70,000 კაცის უფლებები ირღვევაო და ამიტომაც არ უნდა შემოგვეშვა ილუაშვილი, რა გვარია ეს ოხა ნაშვილი, ნაშვილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სათაური? ვიფიქრებთ რამეს. კარგი სათაური უნდა გამოგვივიდეს, კი არა, კარგი ვიდეო ბლოგი გამოგვივიდა, კარგი სათაურიც უნდა დავარქვათ. რა საკვირველია. ნახვამდის.